გამარჯობათ, ცხრილში მოცემული გვაქვს გაზიანის სასმელების დასახელება, ბოთლების რაოდენობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და 1 ყუთის ტევადობა, ანუ 1 ყუთში რამდენი ბოთლი ეტევა. გჭირდება გავიგოთ თუ რამდენი ყუთი გჭირდება ჩვენი ბოთლების ჩასალაგებლად. ტევადობა გაზიანის სასმელების მიხედვით სხვადასხვა გვაქვს. ამისთვის ახლა პირდაპირ რომ შევაფარდოთ ბოთლების რაოდენობა ყუთის ტევადობასთან, მაგალითად შევაფარდოთ. ზოგ შემთხვევაში ვიღებთ არამთელ რიცხვებს და მაგალითად ახლა 15.36 რომ მივიღეთ, ეს რომ მეათედებამდე დავამყაროთ, დაგვიწერს მათემატიკურად 15 ყუთი გჭირდება, თუმცა 15 ყუთში ვერ ჩავტებ 384 ბოთლს, რადგან 15 რაღაც მივიღეთ. ანუ რეალურად 16 ყუთი გჭირდება. იმისთვის რომ სწორად დაგვიანგარიშოს რამდენი ყუთი გჭირდება, ამისთვის გამოვიყენოთ round-up ფორმულა. round-up ფორმულა და შემდეგ round-up ფორმულაში ჩავწეროთ შეფარდება ბოთლების რაოდენობა, უნდა შევაფარდოთ ყუთის ტევადობასთან და რა თქმა უნდა დაგვიმკვალოს მთელ რიცხვამდე. აქ უნდა დავწეროთ 0 წინის შემდეგ. შემდეგ ენტერი მივცეთ და გავავრცელოთ ჩვენს ყველა გაზიანს სასმელს. და უკვე სწორად დაგვიწერს თუ რამდენი ყუთი გჭირდება ჩვენი ბოთლების გასანაწილებლად.